მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო, მოგესალმებით ჩემი მეგობარი ლოტუსა. და დღეს ვაგრძელებთ ძველი გაზეთების მიმოხილვას. გაზეთი, ჟურნალ-გაზეთი უпроსწორედ ნიშადური. აი სანამ დავიწყებ, აუცილებლად მინდა ეგეთი რაღაცა წაგიკითხოთ. Homo homini sus ლათინურად. ქართველი პატრიოტი. ხომ კარგად იყიდება ქართული გაზეთები, გაზეთის დამტარებელი. საუცხოოდ, ერთი ილია ჭავჭავაძე კიდე რომ მოჰკლან, გაკეთდა ჩვენი საქმე. გავაგრძელოთ. მესამედაც იმარჯვებენ სოციალ-დემოკრატები, არჩევნებში თვისნი გახყავთ, ბევრიც იხმარეს კვანტები, რაცნობი სიტუაცია. ეს SDK-ები არიან. SDK-ები სოციალ-დემოკრატები არიან, აქ მოგეხსენებათ ვინ იყო სათავეში. და აქ შეგიძლიათ პარალელები გაავლოთ. ჩვენი ქართული თეატრიც კვლავ გაცოცხლდა, აგვიყვავდა, ახალი გამგეობა ჰყავს, წინე ძლიერი ძველი ჰყავდა, საქმესაც ხელი მოჰკიდეს, დღეობა არტისტ კუჭის, სეზონ როზის დაიწყებენ, ეს კი ღმერთმა უწყის. აი, აქ არის, ესე ვთქვათ, უკაცრავად ჟარგონზე ღადაობს რა. რო ეს როგორ დაუდგა გვერდზე ეს თეატრიც ვითომ გამოცოცხლდა და კუჭის და ასე ვთქვათ, როგორ იყო წრეების შემოსაწირზე ორიენტირებულები, ესე ხო, საწრეოსი თუ რაღაც შევებითი. ასე ჩვენ ენაზე შევგრანტი წერკვას. სამაკრატლოდ გასაკრეჭად მაღლა მთა, ძირს ბაკია თბილისში და ქუთაისში ხალხისათვის ბანკებია. ბევრი რჩებათ მამულები საქართველოს ყველა კუთხის, მაგრამ როგორ რას უზამენ, ეს კი ღმერთმა უწყის. არაფერი ახალი. ქუთაისის ცის ქვეშაც კი. წერა-კითხვის გამგეობა ერთხელ ნესტმა დააობა, მაგრამ ეხლა გამოცოცხლდა მგონი თვითონაც გაოს და ილია რა გარდიცვალა, მას სახელზე ადგენს ფონცა, კრება ჰქონდაც როგორც იყო ენკენისთვის 22-სა. დაადგინეს და დაწერეს, განაჩენი მტკიცე ფიცის, ბევრი ჩაქრა ჩვენში ფონდი და ეს ფონდიც ღმერთმა იცის. გესმით მეგობრებო? 1907 წელი გადახედეთ საქართველოს თანამედროვეობას. ბოლო 30 წლის ისტორიას. ქუთაისში რო გათენდა ცაზე გამოჩნდა ცისკარი, ჩვენი გზა ამოირჩიას, თქვა სათაური იქარი, შურდულს ტოტები შეება, ორივემ გავკრათ ერთათო, შენ ნაგავს ქექდე მუდამა, მე ტალახს დავდგამ სვეტათო, ორივე გემრიელია საზრდოებელი კუჭისა, მოვლენ თუ არა ჭკუაზე და ესეც ალახმა უწყისა. აი გაზეთი ესე იგი რაღაც ცისკარი მოგესენებათ ცნობილი ჟურნალი იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში. იგივე სიტუაციები. ჩახმახი, დიდი ბოდიში რომ მიჭირს ცოტა მაშინდელი ლიტერატურული პოეზიის ენის ცოტა მორგება. იმედია შემდეგ ნომრებში ბევრი გვაქვს. წინ დავიხვეწები ესე ვთქვათ. არ ვიცი ეს მიმართულება ნიშადურს მე ძალიან მომწონს და ფაქტიურად აი ჩემ გულის ნადებს ვკითხულობ მაშინ ჯერ კიდე წარსულში. რო ყოფილიყავი ალბათ გამომწერი ვიქნებოდი მინიმუმ. თუ არა კიდე სხვა მოძრაობებში ალბათ.